სპორტის სიახლეების გავაცანით, ახლა კი თვალი გადავალოთ კულტურის სიახლეებს და ვნახოთ რა ხდება კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი და საინტერესო. ევროპის სახლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურის სფეროში დასაქმებულმა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ. პროექტი ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა ევროპის სახლთან თანამშრომლობით განახორციელა. საქართველოს 2008 წლიდან გახლავთ იუნესკოს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის კონვენციის წევრი. ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებელი კონვენცია კულტურის სფეროში მთელი მსოფლიოსთვის და შესაბამისად საქართველოს აქვს ვალდებულება იმისა, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ წარადგინოს ანგარიში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ანგარიშის შემუშავების პროცესში ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. ხელი მოეწერება მემორანდუმს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.